გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ჩვენ ვამზადებთ ღმერთების საჭმელს ჩაკაფულს. ამისთვის ზოგადად საჭიროა ბატკნის ხორცი, მაგრამ ცოტა არ იყოს მე არ მიყვარს, მაგრამ დღეს გამოვიყენებთ ხბოს ხორცს. შემდეგ გამოვიყენებთ ოდნავ წიწმაც, ახალ ნიორს, ოხრახურს, ქინძს, მწვანე ხავხს, წიწაკას და რაც მთავარია, ტარხუნას. პირველ რიგში დავიწყებთ ხორცის დამუშავებას, შემდეგ გადავალთ მწვანილების დაჭერაზე. დავიწყოთ. ეხლა გადავდივართ მწვანილის დაჭერაზე, მაგრამ ნამდვილი ჩაკაფული მზადდება ბატკნის ხორცით. მაგრამ ეს ოდნავ ძაფრიგემო არ მიყვარს და გამოვიყენებთ წეღა როგორც ავთქვით, დააღვნიშნეთ ხბოს ხორცს. ეს ძალიან გემრიელია სხვადასხვა, მაგრამ ბოლოს უნდა დავუმატოთ ამ ხბოს ხორცს კარაქი, რომ უფრო კარგი იყოს, უფრო წვნიანი იყოს და უფრო გემრიელი იყოს, რომ ჩაალბოს, რასაც ქვია. ეხლა გადავიდეთ მწვანილის დაჭერაზე. ეხლა უნდა გავარჩიოთ ტარხუნა, რადგან ეს სხვილი ტოტები არის ძალიან ძაღე. ამ მწარე გემოს მიცემს და ასე რომ უნდა გავარჩიოთ აუცილებლად ტარხუნა. და ეხლა გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი მწვანილების დაჭერზე. ესენია წიწმატი, ახალი ნიორი, ქინძი, ოხრახუში, მწვანე წიწაკა და რა თქმა უნდა, მწვანე ხახვი. შევუდგეთ საქმეს. ეხლა ვჭრით უხეშად, ძალიან წვრილადაც არ იყოს. გადავიტანოთ თაშში. შემდეგი მწვანილი არის ქინძი. ესეც დავამატოთ ცოტა უხეშად. ერთი ადამიანი არ მეგულება, ვისაც ჩაკაფული არ უყვარს. ჩემი აზრით, ვისაც ჩაკაფული არ უყვარს, იმან ცხოვრება არ იცის. შემდეგ გადავდივართ ოხრახუშის დაჭერზე. ესეც რა თქმა უნდა წვრილად, უხეშად. და ოდნავ სიცხარისთვის დავუმატოთ მწვანე წიწაკა. დავჭერით მწვანე წიწაკაც, ეხლა გადავდივართ მწვანე ხავხზე. ძალიან არომატული სუნი მოდის და ძალიან გემრიელი გამოვა, ასე მგონია. ასე მგონია, რა ძალიან გემრიელი გამოვა. დავიწყოთ ახლა მწვანე ხავხის დაჭერა. დაიჭრა მწვანე ხახვიც და გადავიტანოთ თასში. ეხლა გადავედით ნივრის დაჭერაზე. და უნდა გავარჩიოთ თან ცოტა. ეხლა გადავდივართ უშუალოდ კერძის საწყობაზე. და წეღან გამომჩა ტყემალი. ძალზე დაუცილებელი ინგრედიენტი. ეხლა ამოურიოთ ჩვენ მწვანილებს, რადგან ერთმანეთში აირიოს კარგად და უფრო კარგი იქნება. რა არომატები ამოდის. პირველ რიგში, პირველ ფენას, რა თქმა უნდა, ვდებთ მწვანილს. შემდეგ ხორცს. შემდეგ ტყემალი. შემდეგ მარილი. შემდეგ ისე მწვანილი, ხორცი, ტყემალი, მარილი. ჩვენი კერძის საწყობა ხო დავიწყეთ მწვანილით და ვასრულებთ, რა თქმა უნდა, მწვანილით აუცილებლად. და მთავარი ინგრედიენტი კიდე ერთი, ჩემო მეგობრებო, არის ღვინო, ნახევად მშრალი. დავამატოთ ახლა ჩვენ ჩაკაფულს. რა არომატებია. და აი მეგობრებო, მორჩით ჩვენი კერძის საწყობას.
ცეცხლზე შემოდგით და დაახლოებით 45 წუთი ჭირდება 45 წუთიდან 1 საათამდე, რომ მომზადდეს ეს ყველაფერი. და ერთად დავაგემოვნოთ. მეგობრებო, უკვე დასრულდა ჩაკაფულის მომზადება და ეხლა ავხდით. ვაიმე. როგორი სურნელია. ეხლა გადმოვიღებთ. დავსო, უკვე მომზადეთ ჩვენი ჩაკაფული, ძალზედ გემრიელი და სამეფო საჭმელი. ეხლა დავასერვიროთ და მზადაა უკვე ჩვენი ჩაკაფული საბოლოოდ. და ეხლა ერთად დავაგემოვნოთ ჩვენი მომზადებული ჩაკაფული. და რაც თავარია, ამასთან ერთად მივირთვათ კახური შოთი. აი ესეთი იქნება. და ესე ჩვენი კახური შოთი და ერთად დავაგემოვნოთ ჩვენი სამეფო ჩაკაფული. ძალიან გემრიელია. და ბოლოს, რაც თავარია, არ წახვიდეთ და დარჩით ჩემთან და ერთად მოვამზადოთ უგემრიელი სიკერწები.